50 წლის კაცმა 15 წლის ბიჭის სახლში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაკავებული ბავშვის ოჯახი ყვება, რომ არასრულწლოვანმა სამზარეულოს დანა 50 წლის კაცის წინააღმდეგ თავდაცვის მიზნით გამოიყენა. თუმცა კაცი დაჭრილ მდგომარეობაშიც არ წყვეტდა 15 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობას. მოზარდის ოჯახის წევრების თქმით, არასრულწლოვანი პოლიციას თავად ჩაბარდა. ხილიანზე ბინაში ახალგაზრდა ბიჭისა და გოგოს ცხედრები იპოვეს. ადგილობრივების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკს ასახელებენ. ოფიციალური მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული. ემუქრება თუ არა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. ევროკავშირი 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს და ამ საკითხზე იმსჯელებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. მისი თქმით, ევროკომისია ყოველწლიურ სავიზო ანგარიშს დეკემბერში წარადგენს, იანვარში კი წევრმა ქვეყნებმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. უნგრეთის საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს. პრემიერ-მინისტრ მადიარის ინიციატივა საქართველოს, ფილიპინებისა და სომხეთის მოქალაქეებს შეეხებათ. გადაწყვეტილების მიზანი ქვეყანაში უცხოური მუშახელის შემოდინების დარეგულირება.